გასათხოვარი გოგოსავით გამოიყურები. ჯერ 80-ის არ ვარ მართალი. აია. დიახ. ვიგეჯუნა. ესფერებში რა ვარ თან ხელი. გახსოვს? კი, მოიგოხსოვს. 99 წელია დედა. ხა? გენატრებად პატარა მარიამი? დედა ძალიან. დედა აი მე შემიძლია თქვა რომ 15 წელი ისე ვიყავით რომ მე ბავშვი როგორც ასეთი არ მიგწია. ჭირეს მინდა ის. არაფერი. ბავშვს ვერ იგზნობდი. ძალიან მინდოდა დედობა და რაღაცა ხო არ გამოვა. არ დამიცდია. კარგი მეგობარი მყავს მე ერთი ექიმიკალი. ეკლესიიდან გამოვდივარ და მეუბნება მანანა იციო ნანამ მითხრა რომ ისი ძალიან კარგი გოგო ყავს შენ რომ დგას დაახლოებით გერათი ისეთი სასიამოვნო და არავინ არ აყავსო და ამის თქმა და მეორე დღეს რო წავედი არც მიკითხავს ბავშვიც არ მინახია ბავშვი სახლში იყო მახინჯაურში ზემოთ 6 თვის და რომ ვნახე ბავშვი და ვუთხარი მოდი ჩემთან მეტი დამადო თავი ძალიან უნდა შვილი, მეც ძალიან მჭირდებოდა თბილი ოჯახი. ყველაფერი მომცა აბსოლუტურად, რაც არის მშობლის მოვალეობა და რაც არ არის ისიც. რამდენჯერაც არ უნდა დავიბადო, თავის ყოველ ჯერზე ავრჩევ მანანას და შოთას. სხვა ადამიანმა მითხრა მე, უხერხული კომუნიკაცია შედგა ჩვენს შორის მისი მხრიდან. ეს გაბრაზებულ გულზე მომწერა თვითონ რომ ნაშვილები ხარ. ეგ იყო 2017 წელი. ხო, არ იცოდა. ეგ იყო 2017 წელი, ანუ გაბრაზებულ გულზე რომ რაღაც შეურაცხყოფას მიეყენებ ადამიანს. 3 წელია უკვე, იცის 25 წლის იყო და მითხრა, დედიკო, ძალიან მაინტერესებს. მითხარი პირდაპირ. დე, სიმართლისთვის მზად ხარ შვილო? ჩემ მუცელში არის ჯეკი 9 ესაა, მე ვთქვი, ხო, არ გამიჩენი ხარ, თორე შვილი ჩემი ხარ. ეს დღე რო დადგებოდა ხო ვიცოდი. კაცია და გუნება, სულს ურჩევნია რომ არ უთხრას და მე ვფიქრობ ეს დანაშაული. აინტერესებდა, იცის მანს ხელი შეუწყვე, დაუდეთანხა, ტესტიც გაიკეთე, გაარკვიე შვილო, რომ შენ სიმართლეში იცხოვრო. ძალიან ამაყია რომ ასეთი მშობლების ხელში მოხვდა. რაც ეს ორგანიზება. ის ყველაფერი გაიხსენა და რა მითხრა იცი, დედა როგორ გამზარდე ასე რომ ერთ ადამიანსაც არ უგზნობებინა არია რომ მე შენ არ გამაჩინეო ის როგორ მოხდაო რა გონება გქონდა დედა რომ სულ მეტყოდიო შენ ჩემი ღვთის წყალობა ხარ და ეს სულ მაგას მეუბნებოდი ბავშვობიდან ეგ მესმის რომ ჩემი ღვთის წყალობა ხარო და ვერ ხვდებოდი რა რას ნიშნავს რატომ მეუბნებოდი წყალობა რას ნიშნავს მაგრამ ნუ რაღაცა ისე ჟღერდა რომ ხო ნუ კარგი ღვთის წყალობა და მე ყველაფერი რომ მომიყვა ახლა ეს და ემოციური არის ჩემთვის რა ანუ კი მიღებული მაქვს ეგ ყველაფერი და გადახარშული მაქვს ეგ ყველაფერი მაგრამ ეს რომ მახსენდება თვითონ ის მომენტი როგორ მომიყვა დედამ და რა ემოციები მქონდა ზუსტად იგივე ემოციები მაქვს ახლა მეც რა და მე გავიაზრე მე რას ნიშნავდა ეგ ღვთის წყალობა რა ვიცი ყველა მისი ცოდვა ზიდოს ღმერთმა მიუტოვოს ყველას მე არ ერთხელაც არ მithქვამს სულ ვამბობდი მიუტევე დამბადებელს. სანამ დედა და მამა ადამიანს ცოცხალი ყავს, მანამდე ჩათვალე რომ მართლა არაფერს არ უნდა გეშინოდეს. დედა შვილობას შორის მხოლოდ არის უანგარო სიყვარული და მიმღებლობა ყველა იმისა, რაც შვილს შეეშლება. გვერდში დგომა აუცილებელია. შორს იყოს ჯობია? ხო, იმიტომ რომ მინდა რომ შენ კარგად ჩანდე. ესეთ კომენტარი შემოვიდა ჩვენთან და მარიამ გთხოვდა ეკოს თხოვე, მოგვიყვეს ბავშვების შესახებ. აი ესეთი სიმშვიდე საინტერესო საიდან აქვს. საერთოდ ყველაფერი არის ინდივიდუალური. ოჯახი იყო მშვიდი. სხვა ადამიანებისთვის გავხდით მეც და დედაც აი ნაბიჯის გადადგმის სტიმული. ჩემი ბიოლოგიური ოჯახი ზუსტად TikTok-ის დახმარებით ვიპოვე. ჩავწერე ვიდეო, რომ მე ესა და ეს ვარ მე და ვეძებ ბიოლოგიურ ოჯახს. ფანტასტიკური დამყავს, ძალიან კარგი გოგო არის, ჩემზე 1 წლით უფროსია და მასთანაც მაქვს ესე მიმოწერა, კონტაქტი რაღაცა, მაგრამ აი როგორც ოჯახი ვერ აღიქვამ. ანუ ეგ არის ჩემი აზრით სრულიად შეუძლებელი რაღაცა, ანუ სრულიად უცხო ადამიანები არიან. ოჯახი არის აი მართლა
ვისთანაც გავიზარდე დედიკო, მამიკო, ბავშვობიდან აი ცნობიერება რაც მაქვს, ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვიც ჩემს თავით ოჯახს ეძებს, რაც შემეძლო რომ ინფორმაცია მიმეწოდებინა, ყველაფერს ვეუბნებოდი ამ ადამიანებს. აი ეს არის ჩემი ბავშვობა, ვიცი, ხედავ ძალიან პატარა ხარ. მე ბავშვს ვაძინებ ვითო ეხა სცენა გვაქვს ასეთი. ყოველთვის მქონდა ნიჭი დეკლამატორობის. დიდ თეატრში დაიდგა მგელი და კრავი. დავით სვანიძე აღარაა ცოცხალი, ის იყო მგელი და მე კრავი. ვაიმე. ხო, რამდენი წლის ფოტოა? ეხლა გეტყვით დაახლოებით 73-ის. მოიყვანდნენ ბავშვებს დასვამდნენ, ზოგი იტირებდა. რატომ დირი ხარ შენ მეტყოდი ასეთ? აბა დამშვიდი. ყველას უყვარდა ჩემ დაყოფნა. ჩემი შევლები. დედა 53 წელი იყვნენ ერთად. ეს არის ჩემი მოგზაურობა ჯვრის მონასტერში რო ვიყავი. მე ორი დღით ვიყავით სინას მთაზე. ეს არის დაუვიწყარი. აი, შემიძლია მთელი სიცოცხლე ამაზე კიდეც ვიღო, კიდეც ვისაუბრო. მზის ამოსვლა სინას მთაზე. ვიე დოლოროსაზე რომ იყავდა ჯვარცმული ხო აქ ხელი რო ჩადა უფალმა ადგილი და ის შემონახულია აბა მამას უყურე ნახეს მამშენი აჯერ უკვე აქ ძალიან გაბრაზებული უყურება რატო რა მაგარი ფოტო 1971 წლიდან მუშაობ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანისტი ვარ მე ცოტა ადრე მივედი 71 წელს უნივერსიტეტში და 3 წლის მერე ფიზკულტურის კათედრაზე ჩემი მეუღლეც მოვიდა ქალაქიდან ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით 30 წელია რაც ერთჯერ ფერს ვართ სოტია იოსელიანი ამბობდა იშვიათად გაუმართლებს ისე ადამიანს რომ მისი ნახევარი იპოვოსო მამაკაცზე ძალიან ბევრია დამოკიდებული თუ თვითონ მეფეთ თვლის თავს ქალი ყოველთვის დედოფალი იქნება. უსიყვარულოდ არაფერი არ გამოვაშვილო. არ შეიძლება ადამიანს, იმიტომ ქვია იმას ადამიანი ნაკლიც აქ დადებითიც და როცა ადამიანი შენ ხარ დადებითი, იმაშიც ეძებ დადებიც. ცუდს ნუ არ ეძებ. ცუდი ყოველთვის აფუჭებს ყველაფერს და შეცდომით შეიძლება შეგიშალოს და ძლიერი ადამიანისთვისება პატიება უნდა შეგეცვალოს. აი ერთი რომ გამიღივოს და კარგად შეხვდეს ადამიანი, მთელი დღე კარგათა ვარ. ყველა გამოსცემს ის რაც შეუძლია და უარყოფითი ძალიან მოქმედეს ადამიანს. დედა არის ექსტრა ექსტროვერტი. ძალიან უყვარს ადამიანები, მათთან ურთიერთობა, გიჟდება და ბავშვობიდან მოყოლებული მთელი ბავშვობა, მოკლედ სანამდე შეეძლო აი ესე ჩაჭიდებული ქონა ჩემზე ხელი, ესე და ყველგან დავდიოდით ერთად. ჯვართავების ხასიათიცაა. ორთავე ჯიუტებია რა. მე და მამა ვეძები ვართ. ორთავე და გვიწევს დუგ და ის ქალბატონი ლომი ჩადგება ჩვენს შორის და ანეიტრალებს სიტუაციას. მე მინდა რომ სულ ესე ვიყო ჩახუტებული დედიკოსთან. მიყვარს რა ვქნა, ჩემი პატარა გოგო არის. მე ესე მიყვარს ჩახუტები. ლოყალოყალზე. ფოტოებიც ესე გოგს ხოლმე გადაღებული. არღვევში სისხლი ჩუქუჩუ